იღუმენი ექვთიმე კერესელიძე. სრულიად უბრალო, რაჭველი ბიჭი, რომელიც ჩაერთო ისეთ საქმეში, რომელმაც ჩვენი მუსიკალური კულტურის დიდი ნაწილი გადაარჩინა. საეკლესიო საგალობლები. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაფერ საეკლესიოს ანადგურებენ. ზოგადად უნდათ რომ ქართულ ენაზე ბევრი წიგნი დაბეჭდილიყო. გახდნენ მესტამბეები, მათ მერე გაიცნეს ფილიმონ ქორიძე, ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო ბანი, აიღო თავის თავზე, რადგან მას მუსიკალური განათლება ჰქონდა, რომ ჩაეწერა ეს საგალობლები. სწორედ აი ამ ძალისხმევით, ამ გაერთიანებით აქ ჩართული იყო გაბრიელ ეპისკოპოსი, ალექსანდრე ოქროპირიძე ეპისკოპოსი, ძალიან ბევრი ადამიანი, ნაწილი მცირე გამოიცა თავის დროზე, მაგრამ აი უმთავრესი საგალობლები ჯერ კიდევ ხელნაწერის სახით იყო. გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძე, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე. ექვთიმე კერესელიძეს ფაქტიურად მარტოა. იგი გაეშურა გელათის მონასტერში, წაიღო ეს ხელნაწერები და შეუდგა ამ ხელნაწერების შესწორებას, გადათეთრებას, დაზუსტებას და მოახერხა და დაგვიტოვა ათასობით საგალობელი. თვითონ მხატვარი არ ყოფილა, მაგრამ აი ესე როგორი ის სიყვარული ჩანს და თან და წარმოიდგინე რა ხდებოდა და საიდან ქონდა ამ ადამიანს ესეთი რწმენა და სიმშვიდე, რომ ესე დამჯდარიყო და ესე გამოეხატა ესე სათითაო ნოტი თუ საერთო გამოსახულება. და ეს იმედს გაძლევს, რომ რაც არ უნდა ქვეყანა დაინგრეს, ხო ადამიანი თუ ერთგული არის თავის პრინციპის და მას ნამდვილი სიყვარული აქვს, ხო ყველა დროში შეიძლება გადარჩენა.